გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გრძელდება სოფელ ზერჩი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, ხიდისთავში კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ასევე მიმდინარეობს ქალაქში გოგებაშვილის მოპირდაპირედ ახალი ქუჩის მოწყობა და გურამიშვილის ქუჩაზე ჩოგბურთის კორტების და სტადიონის მშენებლობა. ყველა გარდამავალი პროექტია და დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. 2025 წელს დაგეგმილი სამუშაოებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია, ნაწილზე უკვე გამოცხადებულია, ყავს გამარჯვებული კომპანიები, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პერიოდი. აღნიშნული სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებოდა კომპანიები განახორციელებენ როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებს, ასევე რეკრეაციულ ზონების და სკვერების მოწყობის სამუშაოებს და წყალანირების სისტემების მოწყობის სამუშაოებს. გარდამავალ სამუშაოებს რაც შეეხება, გვაქვს რამოდენიმე გარდამავალი ხელშეკრულება, ესენია გორგასლის ქუჩაზე სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები, გოგებაშვილის პარალელური სანაპიროს მოწყობის სამუშაო, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია და დარჩენილია მოკლე მონაკვეთი და ზერტისწყლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლებიც აღნიშნული გარდამავალი სამუშაოები დასრულდება ზაფხულის პერიოდამდე.